ძაღლი ხარ თუ ღორი? რატო გაქვს გაყიდლებული? უთხრათ ახლა ხალხს. საჭმაშიო ჩავარდი თავით. და გამიხდი დასაბანი ახლა. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? როგორი შაბათ-კვირა გქონდათ? ჩვენი ზოზინში გადავაგორეთ. ამინდი გადასარევი იყო გუშინ და დღეს კიდევ უფრო უკეთესი. ასე რომ ბავშვებმა კარგად იჯერეს გული ჰაერზე ყოფნით. დათასონდა ბლინები. ფქვილია მომიტანე მეთქი გიორგის ხუთხარი და შაქარი. კვერცხი გვაქვს თქო. და მოიტანა ფქვილი და კვერცხი. შემოვაგდო თან და გავარდა ველოსიპედით. ხანდა ველოდო სანამ მოვა. მეზარება ძალიან კომოდ ჩასვლა. ჩაცმა. უკაცრავად რა გავედით მე და დათუკა მოვიტანეთ რაც გჭირდებოდა დასახოცებია თქონდა ზოგადად ხელსახოცებს რაც უშვრები მეც არ ვიცი ბიჭა სამზარეულოში გინდა თუ არ ვიცი კარაკი ბანანი და ანეტარა გადავიხადე ჯეჭვში ხო 18 ლარი და 55 თეთრი გადავიხადე ზუსტად კოშმარი კონტეინერები დაინახავენ უნდათ და საერთოდ სულ ყოველად გვაქვს და რამდენი გავაჩუქე კიდე რამდენი რა ორი გავაჩუქე საერთოდ არ იყენებენ, არ მიაქვს სახლიდან. უიმზეს მუზეუმ ხონია. სახლიდან გამზადებული ან სენდვიჩი ან რაღაცა. არა, არ მიაქვს. ზოგადად სანამ რაიმეს გაკეთებას დავიწყებ, სამზარეულო უნდა მქონდეს დასუფთავებული და დალაგებული. ან ყოველ შემთხვევაში ჭურჭელი არ უნდა მქონდეს, არავითარ შემთხვევაში გასარეცხი. ხო და აქაც პირველ რიგში ჭურჭელს მივადექი, ჯერ პროდუქტები შევინახე, რაც მოვიტანე. ის ერთი სათავსოც გამოვასუფთავე. მივალაგე ზედმეტი ნივთები გავიტანე, რაღაც ზედმეტი თებშები მეტოდა, მან თებშების ულარ მინდა რომ მქონდეს. ამასობაში მოვიდა დათას შეკვეთის შესრულების დროც. სხვადასხვა ბლინებთან ერთად გავაკეთე ჩემთვის პაწაწუნა კექსი, ძალიან პატარა. ყავისთვის ძალიან გებრიელი გამოვიდა სხვადასხვა, რაც მქონდა ყველაფერი ჩავათხლი, ერთი მე არ ვიჭექი შეკ. შესაბამისად კარგი იქნებოდა სხვანაირად შეუძლებელი იყო.
მაწანწალა დათკა. როდის გაჩახვალ დაღამდა. გამოთბება და ამათ სახში გაკავება არ ვიცი. ტრისას. შენ მეცადინეობ თუ ყვარაულობ? ჩემი ბუთქუჩუნები. შვენივრად გამოიყურებიან. ორი რამ რაც სახლში არასოდეს ილევა, ეს არის სარეცხი და ჭურჭელი. ჭურჭელს მართლა რამდენჯერ ვრეცხავ დღეში არ ვიცი. ძალიან მინდოდა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მინდოდა რა ახლაც მინდა, უბრალოდ არ მაქვს ადგილი. იყო შემოთავაზება ახალწლოდ ხომ არ ვიყიდოთო და ფიზიკურად ვერ დავდგამ ვერსად. არა და თავის დროზე გავთვალეთ, ყველაფერი გაკეთებული იყო და გათვლილი იყო, მაგრამ ხელოსანმა ვიცი რაო, ადგილი არ რჩებაო და მეც ბატივით დაუჯერე. წანანო მე რაღაც გამომდის და თან ნახეთ რა, ეს ახლა რამდენი დღე მექნება ღმერთმა უწყის. რატო გამომდის ვერ ვიგებ. ჯანდაბარა იწვის. როგორ ხართ? ელამაზებო. აი, ისე თუ დროს გამომივა ხოლმე რაღაც საოცრება. წელიწადში 2-3 მემართება, ანუ პროტოტიპი თან მემართება ხოლმე ქვემოთ, რა ხასაბას ჩუაშია. ოშოპაც ისაუზმეს. მეც ვისაუზმე. ძალიან კაია მინდია. ხა სიცოცხლე რო გიხარია ეგეთი. მე ხომ მოწესრიგდები ჩავიცვა. პირველ საათზე ბრუნდება ხოლმე დათა და უკვე სკოლაში წასვლის დროა უნდა გავიდე. ბავშვები გავუშვი სკოლაში. მე ბუბუს მივხედე, პრინციპში ყველაფერი გავაკეთე საქმის გარდა. ამ მოთხოვნის მოწესრიგებას თუ არ ჩავთვლით, რეალურად არაფერი გავაკეთე. დათას დასახვედრად რომ გავიდოდი, მინდოდა გამეყვანა და ამიტომ პირველ რიგში ქალბატონს მივადექი. ახლა მასე პატიჟე. მოდი, ჰეი, მოდი. მოდი. პროზე მაგვიანდება ახლა, გაიძელი. დავიკეთოთ ერთი ჩვენი საყენო. მოდი. სველი გაქვს? პირი. არა, უშ, მაინც დასაბანი გახდები თავიდან. გოგო, პირი გაქვს, შველი გოგო, არ გაგიშნა გოგო. აბა სადახარ? მოდი. Чуть-чуть. Все. Чао, все, перси, да? Какой тот? Да, мазики кинула. კარგა ხანს წეირნობასაც გამოკარხელი კალბატონმა. თავის კიკინით თხა იარა კარგად. ხო იცით რომ ვერ იტანს ეს. თმის ამაგრებს ვერ იტანს. არ ვიცი რა ცამ გადასაფარებას რაც ხო აქვს. რაც დილით დავიწყე და ვიზარმაცე. ესე უნდა გავაკეთოთ. ვინ გაგვიკეთებს? აქ თარმას ვერებს თხის.
მოკლედ შეჭრის აზრები. ცუდი იქნება? აი ესე. არა, უფრო მოკლედ. ესე. კარე რა. უფრო რატომ მინდა იცი? თან აღარ შეღებო არ მინდა. ჩემი ფერის თმა მინდა. ჩემი თმის ფერი მინდა უბრალოდ. და მე თუ შეღებოა, ზუსტად იგივე ფერზე შევიდება, რა. ჩემი საძინებელი დალაგებულია სულ ყველაფრით. ხოლო მტვერსასრუტი უნდა და პირველ რიგში მაგას გამოვხურავ. ბავშვები წავიდნენ სტადიონზე ფეხბურთი სათამაშოდ. და ხასაცვია დუტი ჟილეტი, ბარემ იმისი ჟილეტიც უნდა გავბრეთ. ფერადებია, ზუსტად ერთი ჩაცმა. ამიტომ მარტოები მაქვს გასარეცხი ჟილეტები და გაველოდები ამ ბრძანებას. ყველაზე დიდი სისულელე თუ გინდა გააკეთო შემოსასვლელში, ეს არის შავი ფილა. საშინელება, აი საშინელება, რამ გამაკეთებინა. ვაიმე, წყალი მწყურია მახსენებია. დღეს წყალი არ დამილევია დილის მერე. 5 საათია კი და 6 ხდება. როგორ მივაჩვიო თავი წყალს? როგორ მივაჩვიო თავი წყალს? წყალი უნდა სვა და საჭიროა, ეს ვახერი. დივანი უნდა გავწმინდა, სანამ ბავშვები არ არიან. დასველდება, მაგრამ უცებ გაშრება. ეს მინდა. ორ თქლით კი არა და ვაიმე რა ქვია ვერაფრით ვიყურებ. თბილისში კი ხირავდება, მაგრამ რეგიონებში აგით მინდა გარეცხვა ჩემი სკამების და კუთხის. პანორამა 1-ში და მიიღე ახალი იარდის მეშვეობით. აი ცოტა ხანში უკვე აივანზე ყავის დალევის სეზონი რომ მოვა. აივანიც უნდა გავალაბაზოთ. დღე უნდა გავიგიჟო თავი და შევღებო. მოვაწყოთ. მოგება ცოტა მერე. ხოლმე სავალაგებ თქვენს ნიბერჩიჩია. ვერ ვიტან გადაფარებული რომ არის რბილავ ეჯზე, მაგრამ რა ვქნა. აი არ მეყვარს საშინლად. რა გინდა რო ვქნა. ოპა. ჰოპ. ხეხი ჯობია ღონესა. აი ხდება საგიჟეთი და ეს უნდა მივალაგო.
შენი რამეა ღმერთოში აი ჩემი ბარათი აი ცოტა ადრე უნდა განძრეულიყავი ბაკრინე აი ესა თავსოც მივალაგე კარგად. აქ მაინც განსაკუთრებული სასწაული ხდებოდა, ძირითადად დამტენები ყრია და მსგავსი რაღაცა მავთულ ხლართები, მაგრამ ისეთები აღმოვაჩინე, ალბათ სექტემბერში რომ დავმალე საქართველოს ბანკის ბარათი. აგერ 6 თვის შემდეგ ვიპოვე. ხო, კიდე რაღაცები აღმოვაჩინე, მქონია და არ მეგონა რომ მქონდა. ისე რომ გემრიელ დალაგებას და ასეთ გემრიელ მოწესრიგებას ნივთებისა და სხვადასხვა სათავსოების, აი ამდენი პლუსი აქვს. ეს აივანზე გასასვლელი კარის ფანჯარა სულ გასაწმენდია. და ზოგადად ეს ადგილი რაღაცნაირად მტვრიანი ადგილია. განსაკუთრებით ზაფხულში იგრძნობა ეგ ზამთარში რა გვიჭირს. ზაფხულში მაინც ყველაფერი ღია რომ არის, საშინელება ხდება ხოლმე. მართლა დღეში სამჯერ უნდა წმიდო მტვერი. ამასობაში მობნელდა კიდეც. მეც გავედი ბოლოში და ბოლოსთვის ხო შემოტოვებული მქონდა ჩემი პატარა ესეთი საოჯახო აფთიაქი მაქვს. ეს გამოვწერე ტაობაოდან. მაშინ ალბათ ერთი, რა ვიცი, რამდენი წლის წინ ღმერთო ჩემო, 7-8 წლის წინ. როცა პირველად გამოვწერე და იმაშინ მოვიწამლე მოკლედ ტაობაოთი. და დღემდე ერთგულად აი ხო უამრავი საიტია და ვერაფერს ვერ დავუყდე გული ისე როგორც ამას. და პირველად გამოვწერე და ცოტა უფრო დიდი მეგონა, მაშინ არ ვიცოდი, ხო, პატარა შემრჩა, თუმცა მადლობა ღმერთს, რა ვიცი, გვეტევა რაც გჭირდება და ეს მინდოდა რომ მომესუფთავებინა, მოსუფთავება კი არა ზედმეტი რაც, რა ვიცი, ზოგი ვადაგასული, ან რა ვიცი, ზოგში საერთოდ აღარც იყვან 1-2 ცალი ტაბლეტი იყო დარჩენილი და ბარემ ამასაც მივხედე. გადავარჩიეგულიანად ძირითადი ჩემი წამლები არის ხოლმე კორვალოლი, გამაყუჩებელი, კიდევ რა, პარაცეტამოლი, ნოშპა ჩემი საყვარელი წამალია. და რა, მეტი პრინციპში არც არაფერი მაქვს. ესეც ასე. გავედი ბოლოში. აინახე კოკოებს. ვაინა მამაზია. ნანამაზი ბუბუკა, ვნახე, იბრძოლე, მაინც რომ მოგეძრო? შეთხა. ამ რეძინს ვერ იძრობს ხოლმე ზოგადად. კიკინით იარა. ქალბატონმა. პირი ისევ შველი გაქვს. ვაიმე. დავასრულებ დღევანდელ ვლოგს ჩემო ლამაზუნებო, მადლობა რომ გვიყურეთ. ვისაც არ გყავართ გამოწერილი, გამოგვიწერეთ.
გაგვახარებთ. ეს მრავლობიჩი რატო ვლაპარაკობ? მე გამახარებთ. იმედია ეს შემდეგი ვლოგისთვის აღარ მექნება და მომორჩენილი იქნება 2 დღეში წესით უნდა მომირჩეს. გემშვიდობებით, დროებით.